დაკავშირებული თემატიკა ცალკე გვაქვს და ცალკე სრულის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ რაც მერიის უფლებამოსილებას განეკუთვნება, აქტიურად ვიმუშაოთ დევნილთა მომზადებული პროგრამით მოვედით. გარდა ასე ვთქვათ, უფრო ცივილური ფორმით მომზადებულ სპორტულ დაწვრა და ჩვენ საჯარო ინფრასტრუქტურის გავითარებისთვის ძალიან ბევრი მიმართულება ასე ვთქვათ, მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა. კონკრეტული კითხვები გექნებათ, კონკრეტული საჭიროებები გექნებათ, როცა და ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები, თითით საჩვენებელი ჯიბეების გასქელების. ამას ძალიან დიდი წერტილი უნდა დაუსვათ. ამას რატომ მოვედით ჩვენ აქ და რა გვინდა რომ გავაკეთოთ? ვიტყვენ უკვე დაგერიგდათ პროგრამა და ნახეთ ხარს ეხმიანება. სიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქალბატონი შორენა ბუხრაშვილი. ეს ის არჩევნებია, რომელ არჩევნებში თითოეულმა თქვენთაგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ვინ უნდა იყოს მერი თბილისის, ვინ უნდა მოხვდეს საკრებულოში და ვინ უნდა იყოს მაჟორიტარი კანდიდატი. ყველაზე მეტად კანალიზაცია გვაწუხებს. კანალიზაცია არის ჩვენი პირველი პრობლემა და გზა ცენტრალური გზა კი გააკეთეს, მაგრამ ქუჩები გვაქვს, აი როიტყვენ აოხრებული. ბავშვები ვერ გამოსულან, ვერც კალიასკებით, ვერცავე ველოსიპედებით. წყალმომარაგების და კანალიზაციის პრობლემა არის ერთ-ერთი უმთავრესი. ქუჩების სახელწოდება ნუმერაციასთან დაკავშირებული საკითხებია. ბავშვებს ჭირდებათ სათამაშო მოედნების განვითარება. არის ცალკეული ტიპის ავარიული სახლები, რომლებსაც გამაგრება ჭირდებათ. მიწების და ქონების ლეგალიზაციის საკითხებია მოსაგვარებელი. აქედან გამომდინარე ძალიან აქტიური მუშაობა მოგვიწევს მომდევნო წლების განმავლობაში, რომ მოხდეს იმ ძირითადი პრობლემების აღმოფხვრა, რაც სოფელ დიღომს აწუხებს და მოხდეს მისი სრული ინტეგრაცია დედაქალაქთან და ისეთივე პირობები იყოს საცხოვრებლად, როგორც დედაქალაქის შედარებით უკეთ განვითარებულ უბნებში და ნაწილებში. მე როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმის შემდეგ, რაც მოვხდები საკრებულოში როგორც დეპუტატი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 21 საუკუნეში დედაქალაქად წოდებული ტერიტორია კანალიზაციის და წყალმომარაგების გარეშე არ იყოს.